ეს კი არის პური ჩვენი არსობისა, მაგრამ არსად არ წერია, რომ ყველაფერს, ყველა საჭმელს უნდა მივატანოთ. ეს არ შეიმჩნიოთ მოჭმული ყუა, რადგან გიждები პურზე ძალიან მიყვარს და როდესაც ვყიდულობ ხოლმე თონეში, მე სახლში მოსვლამდე ქუჩაში ასე სამარცხვინოთ ამ ხელაქალი ვილუკმები, რადგან სახლში კონკურენტები გამომიჩნდებიან ხოლმე და ამ ყუის ჭამას არავინ არ მაცლის. ხო და იმას გეუბნებოდით, რომ ჩემს ბავშვობაში ძალიან ისეთი დამკვიდრებული მოსაზრება იყო, ისეთი სტერეოტიპი, ძალიან მყარი, რომ ნებისმიერი საჭმელისთვის უნდა მიგეყოლებინა, უნდა შეგეტანებინა პური. მაგალითად, შემწვარ კარტოფილთან ერთად პური იყო ჩვეულებრივი ამბავი. მახსოვს, ჩემი მეზობელი ეუბნებოდა თავის შვილიშვილს, რომ ბებია, ვინ მოგპირავს შენო კარტოფილითო, მიატანე ცოტა ეს პურიო. ეს სტერეოტიპი დარწმუნებული ვარ სათავეს იღებს ამ ჩვენი ღატაკი საწყალი ბავშვობიდან და ჩვენი ყოფიდან, როდესაც საკვები იყო სერიოზული დეფიციტი და ვერ ანაყრებდა ბავშვებს საკვების ის რაოდენობა, რომელიც იყო მათთვის განსაზღვრული. ამიტომ უნდა მიეტანებინათ ეს პური და შესაბამისად დღეს, როდესაც თუნდაც ჩემ შვილებს ეუბნებიან, რომ იმისთვის რომ დაანაყრდნენ, აუცილებლად უნდა მიატანონ საჭმელს პური, ძალიან მედგარ წინააღმდეგობას ვუწევ ხოლმე და თქვენც იგივეს გირჩევთ. პურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე თვითონაც ძალიან მიყვარს სიამოვნებით ვჭამდა, სამწუხაროდ მე ეს ჩემს წონაზე აისახება, მაგრამ ყველაფერთან პურის მიტანება გემოვნების ამბავია, მაგრამ ჯამრთელობისთვის დიდად გადასარევი და კარგი არ არის, რადგან ჩემი ჭარბი წონა გარკვეულწილად, ხა მე ვთვლი რომ ჭარბწონიანი ვარ, გარკვეულწილად გამოწვეულია იმით, რომ ძალიან მიყვარს პური.